ვაი. გამარჯობა მეგობრებო. ეხლა ვნახე ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ლიდერი რაც ჩემთვის ყველა პაიკები არიან, ეგენი ერთი ლიდერი ყავთ ივანიშვილი და დამთავრდა. მეტი გადაწყვეტილების მიღები მან დაინც არავინ არ არის. გამოდის და აცხადებს, თურმე სოციალური დახმარება ქონია კაცს, რომელსაც ამ წლისვე გამოშვების მანქანა ყავს. ხო. ანუ ჩვენი გადასახადებლების გადამხდელების ფულით ეხმარებიან ადამიანს, რომელსაც ბოლო მოდელის მანქანები და ტექნიკა ყავს. ამ დროს რამდენი გაჭირვებულია? და ჩვენ გვეუბნება ამას. ანუ სახელმწიფო სამსახურს ხო ხელეწიფება, ვისაც ნამდვილად სჭირდება და ვისაც არ სჭირდება, მაგი გამოარკვიოს და იმას მისცეს თანხა რა? საერთოდაც მე ვთვლი, რომ ბოროტება არის ესე თანხის გადახდა. მაშინ როცა გაჭირებულ ადამიანებს არ ვეხმარებით, მოდი ვთქვათ, რომ არ ვეხმარებით. მაშინ როცა პენსიონერს 300 ლარი აქვს, რომელიც წამლებშიც კი არ ყოფნის და ხელისუფალი ჩვენ გვეუბნება, რომ თურმე სოციალური დახმარება არასწორად არის გადანაწილებული. იმიტომ ხო არა, რომ მე ხმის ამორჩევის დროს, ხმის მიცემის დროს მირეკოთ ეს ამორჩეველი და მიაცემინოთ ხმა ვისთვისაც კიდე იმისთვის. ყველა სოციალურად დაუცველი 99% ჩემს ირგვლივ ვინც არის ხმას ამათ აძლევთ, იმიტომ რომ იციან რომ სხვა შემთხვევაში სოციალურ დახმარებას უბრალოდ ემუქრებიან რომ მოუხსნიან სოციალურ დახმარებას და ვისაც მართლა სჭირდება, ბევრი ვიცი ისეთი ვისაც არ აქვს. და ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც შრომა შეუძლია, სამსახური უნდა მისცე და არა სოციალური დახმარება. ქოცების გასაგონად ვამბობ. და შენც ქოც შტერად დაბადებულო ქოცის ამომრჩეველო თუ ვინც მხარს უჭერ სოციალურ დახმარებას ჩვენ ვიხდით ის მოქალაქეები ვინც 24/7 სამსახურში ვარ და გადასახადებს ვიხდით და არა ის ხელისუფალი რომელიც ჩვენ ფულსაც ჭამს და ჩემსასაც რო იცოდე ისე და კი ჯანმრთელი თუ ხარ და შნო თუ გაქვს და ფიზიკური დაავადება თუ არ გაქვს და ჯანმრთელობის პრობლემა და ან ასაკში ხარ და ან მრავალშვილიანი ყავს და ის მრავალშვილიანი ვისაც არ ყავს მარჩენალი დაკარგული ყავს, მამა არ ყავს, დედა არ ყავს და ასე შემდეგ. აი ეგ ხალხი უნდა იღებდეთ სოციალურ დახმარებას და არა ჯანმრთელი სახსალამათი ხალხი, ბევრი ვიცი ჩემს ირგვლივ, სახელებს და გვარებს არ ვიტყვი, მაგრამ არც ცხვენიათ ისე იღებენ სოციალურ დახმარებას და წამოწოლილი არიან ზოგმა ისიც კი მითხრა თხილს რო კრეფთი ზაფხულში ნეტა რა გაგიჭირდა მაგის ფასი თხილს რო კრეფო ან დაფნას რო არჩეო აქაც დაიწერა ბევრი კომენტარი რომ 4 ლარი ღირს დაფრა და მაგას როგორ დავარჩევ 3 ლარიან დაფნას როგორ დავარჩევ ჩემია და გადაყრა არ მინდა არც ზარალი არ მინდა არც ის მინდა რომ დალპეს მაინც ვერ ვითვისებ თხილის ფართობი წელს ნახევარ ფასი დაბალი იყო ძალიან და რაც დრო მქონდა მოვკრიფე მოვხიკე ავხიკე და ჩავაბარე და კიდაღამცუდად გავხდი ერთი კვირა ისე ინტენსიურად მუშაობდი იქ და ხალხს ვეხვეწებოდი რომ ხალხო მეტი დრო აღარ მაქვს უნდა სამსახურში წავიდე მოდით და ახიკეთ მეთქი და თხილის ამკრეფი არ იყო მაგასო იმდენი მუშაობა უნდაო 3 ლარი არ ძღირსო დაბალი ფასი აქვს ესე ხალხო და ძირში დაყრილი თხილის აკრეფა არ უნდათ დღეში 10 კილოს მაინც ხო მოაგროვებ თელი დღე რო იმუშაო ხო ძირში დაყრილს 10 კილო რო ჩააბარო 2 ლარად რო ჩააბარო ხო 20 ლარი ხუა 30 ლარი ხუა 30 ლარის გულისთვის დავიღლები ესეთი პასუხი იყო სოციალურად დაუცველი ხალხისგან ჩემი სამეზობლოსგან სხვათა შორის და მე დამცინოდნენ აქეთ რა გაგიჭირდა მაგის ფასი რომ მაგას აგროვებ აი ესეთ ხალხს ეხმარებიან სოციალური დახმარებით ძალიან მიყვარხართ, ძალიან პატივს გცემთ, მაგრამ კი არასწორად არის სოციალური დახმარებები და ზუსტად ხმების სანაცვლოდ არის მიცემული ბევრისთვის. და მით უმეტეს ისეთი ხალხისთვის თუ გაქვთ მიცემული, ვისაც ბოლო მოდელის მანქანები ყავს, თუი მართლა თქვენ. არ ვიცი მეტი რა ვთქვა. კიდე აქეთ რო გვეუბნებით, რომ თურმე სოციალური დახმარებები არასწორად არის დანიშნული. მე ვინ დანიშნა მე? მე ვარ სოციალური აგენტი, ან მე უხდი სოციალურ აგენტს ფულს, ან მე მიმყავს და ჩემთვის ვაძლევინებ ხმას. აი ესეთ გამაღიზიანებელ რაღაცას რო იტყვით. ან განათლების სისტემაში პრობლემა არისო, მე 14 წელს რო გაგახსენდათ, მაშინ როცა შენობების გაყიდვა მოგიდათ, იმიტომ რომ ფული შემოგაგდათ ბიუჯეტში და აღარ ყოფლით ირანიდან შემოტანილი ფულებიც. არ ვიცი, იაზროვნეთ, თქვენ იაზროვნეთ, თუ გინდათ თქვენი შვილები იყვნენ არა განათლებული ადამიანები და არა წინსვლაზე ორიენტირებული, არამედ და კონდეთ ისეთი განათლება, რომ წერა-კითხვა არ იცოდნენ. 1.
გქონდეთ ისეთი განათლება ან დაუფინანსდეთ მაგალითად განათლება მიიღო როგორ სფეროში იცით სამთო არა ბოდიში გავიხსენო როგორ იმას აფინანსებენ რა ქვია კადრს და პედაგოგიას არ აფინანსებენ ტექნიკურს არ აფინანსებენ და აფინანსებენ როგორ იმას იცით ასტროარქეოლოგიას ასტროარქეოლოგი გინდათ გამოვიდეთ თქვენი შვილები თუ იცით ასტროარქეოლოგები რა შვებიან არა არ იცით ეხა ისეთ ნაროდი შემომიხტება აქ და დამიწყებს კრიტიკას ბოტები და ტროლები 20-ს რო გიხდიან კომენტარებში მეტი არაფერს თავი რო არ გაქვთ და ჩემლარ ზღვაში ხო ვიცი არა მაგრამ ძალიან მომეშალა ნერვები და არ შემეძლო ეს ვიდეო არ ჩამეწერა კაცი გვეუბნება რომ თურმე სოციალურად დაუცველი ხალხ სოციალური დახმარება აქ ხალხს რომელსაც ყავს ბოლო მოდელის მანქანა და ამაში მე ვყოფილი ვარ დამნაშავე მე მეუბნება ჩემნაირებს ეუბნება არ ვიცი ამათ ხელში ფსიქოლოგიური დახმარება გვჭირდება ყველას მართლა